ვლადიმერ პუტინი Fox News-ის ყოფილ ჟურნალისტთან ტაკერ კარლსონთან ინტერვიუში აცხადებს, რომ ვაშინგტონმა რუსული ინტერესების ლეგიტიმურობა უნდა აღიაროს და უკრაინულ მხარეს მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომა აიძულოს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ინტერვიუში 9 საათზე მეტი დრო დაუთმო რუსეთის, პოლონეთისა, უკრაინისა და ლიეტუვის ისტორიაზე საუბარს. ეს მონოლოგი მე-9 საუკუნიდან კომუნისტურ რევოლუციამდე იყო გადაშლილი. ამავე დროს ინტერვიუს უდიდესი ნაწილი უკრაინაში უკვე თითქმის 2 წლის განმავლობაში მიმდინარე ომის შესახებ საუბარსაც დაეთმო. ვლადიმერ პუტინმა გაიმეორა ასევე ცრუ ნარატივი კიევში ნეონაცისტების ხელისუფლების სათავეში ყოფნის თაობაზე. რუსეთის პრეზიდენტმა დაამახინჯა უკრაინის ისტორიაც და მას სტალინის მიერ შექმნილი ხელოვნური წარმონაქმნი უწოდა. ინტერვიუსას ვლადიმერ პუტინმა აქამდე მის მიერ წარმოთქმული ბევრი დებულება გაიმეორა, მათ შორის კრემლის გადმოსახედიდან აღმოსავლეთ უკრაინაში რუსულად მოსაუბრე მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვის ვალდებულების შესახებ და უკრაინის ნატოში გაწევრიანებისთვის ხელის შეშლის შესახებ. ვლადიმერ პუტინმა საქართველოს მოკლული მოქალაქე, ეთნიკურად ჩეჩენის ზელიმხან ხანგოშვილიც ახსენა, ადამიანი, რომელიც ჩეჩნეთის მეორე ომის დროს კრემლის წინააღმდეგ იბრძოდა. ვლადიმერ პუტინმა ზელიმხან ხანგოშვილი ბანდიტად მოიხსენია და მისი მკვლელი რუსეთის პატრიოტად. ვლადიმერ პუტინმა ისაუბრა ამერიკელ ჟურნალისტზეც, ევან გერშეკოვიჩზე. Wall Street Journal-ის რეპორტიორი ევან გერშეკოვიჩი უკვე წელიწადზე მეტია, რაც ჯაშუშობის ბრალდებით მოსკოვში ყავთ დატყვევებული. ვლადიმერ პუტინმა ბევრი ისაუბრა მის მიერ უკრაინაში წარმოებულ ომზეც. ჩვენ არასოდეს გვითქვამს უარი მოლაპარაკებების წარმოებაზე, ამბობს ვლადიმერ პუტინი და ამავე დროს აცხადებს, რომ მოლაპარაკებების წამოწყების წინააღმდეგი სწორედ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკია. უკრაინელთა უმრავლესობა ომის გაგრძელების მომხრეა და მათი სურვილია იხილონ უკრაინის ტერიტორიიდან რუსული ჯარების გასვლა. სწორედ ამას ადასტურებს არაერთი კვლევა. ვლადიმერ პუტინმა დასავლეთიც გააფრთხილა, რომ რუსეთის ფედერაცია უკრაინაში სტრატეგიულად არ დამარცხდება. თეთრ სახლში პრეზიდენტის მრჩეველმა უსაფრთხოების საკითხებში ჯონ კირბიმ ვლადიმერ პუტინის ინტერვიუს შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ არ შეიძლება რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარმოთქმული არც ერთი სიტყვის დაჯერება. 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ვლადიმერ პუტინს დასავლურ მედიასთან ძალიან შეზღუდული კავშირი აქვს. ამავე დროს კი რუსეთის ფედერაციის ხელისუფლება დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლას განაგრძობს. ქვეყანაში ოპოზიციური მედია თითქმის აღარ არსებობს. საერთაშორისო მედია ორგანიზაციის თანამშრომლები კი რუსეთს ტოვებენ.